მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ბედნიერად იყავით და ჯანმრთელად. მოკლედ, ჩემი ახლობლები, კეთილმოსურნეები, მეგობრები, ნათესავები და შემდეგ საყვედურობენ, რომ ძალიან დინჯად, ნელად საუბრობ და გამომდინარე იქიდან რა ხასიათიც მაქვს და როგორი კონსტიტუციაც მაქვს, შესაბამისად საუბრის ტემპიც და მეტყველების ტემპიც შესაბამისი მაქვს. მაგრამ ვეცდები, რომ უფრო სწრაფად ვისაუბრო. ეს ვიდეო ახლა რომელსაც მე ვწერ და რომელიც მინდა თქვენ შემოგთავაზოთ, ეს არ იქნება 15 წუთიანი, იმიტომ რომ აქ გლობალური საკითხებზე მინდა გესაუბროთ, ჩემი აზრი გაგიზიაროთ ტრამპის ბოლოდროინდელ მოქმედებებზე და უკრაინის კონფლიქტიც ამ კონტექსტში მინდა განვიხილო. ასე რომ მოიმარაგეთ, ჩაიყავა, ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებთ, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები როგორც Facebook-ზე, ასევე Facebook-ზე განთავსებულ YouTube ბმულზე, ლინკებზე, ეგრეთ წოდებულ ლინკებზე შედით, გაიხსნება ვიდეო გვერდი, ანუ ჩემი YouTube გვერდი და იქ subscribe-ს დააჭირეთ და შემდეგ მოიწონეთ. ეს ახალი დაწყებული მაქვს ეს საქმიანობა და ასე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ მოიწონეთ და გამოიწერთ ახს, შესაბამისად შეარიც მიეცით თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. ანუ შეარი ჩამოარიგეთ, გაუზიარეთ, ასე ვთქვათ. მოკლედ, ეს მცირე უვერტიურა იყო, ახლა გადავედით უშუალოდ ძირითად თემაზე. ყველას აინტერესებს, ყველას აბსოლუტურად აქაც საქართველოში, მე ჩემს გარემოცვას გულისხმობ, რომ რა იყო ეს, რატო წამოიწყო ტრამპმა და აუტკივარი თავი რატომ აიტკივა. რა საჭირო იყო ეს სატარიფო ომები, ეს რაღაც რადიკალური ცვლები, როცა შეიძლებოდა აი მწყინვალე გამარჯვების საფუძველზე ეს დინჯად ლამაზად მიყოლოდა და თავის მეორე კადენციაც ესეთი მშვიდად და აღმასვლაზე და კარტონზე დაესრულებინა და ბოლო-ბოლო გადაებარებინა იმისთვის, ვინც წარმოუდგენია მას, მსგავსი პიროვნებები ყავს მას გუნდში და მოკლედ ასე დაესრულებინა ეს მეორე კადენცია, მით უმეტეს 78 წლის არის და რიგი გარემოებების გამო ის მესამე ვადით უბრალოდ ვეღარ მიიღებს კეჭესყაში მონაწილეობას. აი ესეთი აზრი იყო. და აი ამის საპირისპირო გააკეთა დონალდ ტრამპმა. აქ საქმე იმაშია, რომც გაყოლოდა ესე მდორე დინჯად და ეს ნელა-ნელა ეკეთებინა ეს საქმეები, ამერიკის სტრუქტურა ისეთია და ეკონომიკური მდგომარეობა იმგვარად იყო, რომ კრიზისში ქვეყანა მაინც შევიდოდა. ანუ აი ამ გარდამავალ კონგრესისთვის დანიშნულ არჩევნებს, რომელიც 26-ში იქნება და უნდა გადაახლოს კონგრესი. აი ამ პერიოდისთვის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ექსპერტები ამბობენ, მაინც შევიდოდა კრიზისში და ამას ბუნებრივია ხელშეუწყობდა დემპარტია თავის ჯერ კიდევ აქტიური ქმედებებით. ამის მაგალითი იყო, რომ ჯოზეფ ბაიდენს ლექცია ჩაატარებინეს, იქ ბარაკ ობამამ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყო ფაქტობრივად საპროტესტო აქციები და ახალგაზრდას მოუწოდა, რომ გაეპროტესტებინა ტრამპის ქმედებები. იქ სად იყო და სად არა გამოჩნდა ჯანეტ ელენი, რომელიც იყო თავის დროზე ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე, შემდეგ იყო ფინანსთა მინისტრი ბაიდენის დროს და თავად პაუელი, ვინც ახლა ხელმძღვანელობს ფედერალურ რეზერვებს, აი ეს ხალხი, ეს ეგრეთ წოდებული წვერი გვარდია, ყველანაირად ცდილობს, რომ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს. ზოგი აგიტაციის მეშვეობით და მაგალითად პაუელი კიდე რეფინანსირების ემისიის შეჩერების ხარჯზე, შეზღუდვის ხარჯზე უფრო სწორი იქნებოდა. ამას გეტყვით ცოტა ქვემოთ, რას გულისხმობ. და აქედან გამომდინარე
ეს ყველაფერი ტრამპმა ყველაზე კარგად იცოდა და ანუ ბუნებრივია გადადგა ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაედგა. არსებობს ასეთი მცნება კრიზის მენეჯმენტში, როცა ქირაობს ესა თუ ის კომპანია კრიზისში მყოფ კომპანიის გადასარჩენად, გამოსაყვანად სიტუაციისა, არსებობს ესეთი მცნება, რომ როცა გარდაუვალია ზარალი, დანაკარგი, პრობლემები და ასე შემდეგ, კრიზის მენეჯერები ხშირად ამ კრიზისულ ფარვატორში თავად შედიან, ანუ თავად შეყავთ. რატო? იმიტომ რომ ახან გარდაუვალია უკვე უბრალოდ კრიზისს ქმნიან კონტროლირებაც, რომ შესაბამისად ნაკლები ზარალით დაასრულონ აი ეს პროცესი, სანამ ისინი მართავენ ამა თუ კომპანიას ან ორგანიზაციას. ამდენად სწორად აგიხსენეთ, მაგრამ იმედია მივხვდით. ზუსტად აი ასე მოქმედებს დონალდ ტრამპი ამჟამად. გამომდინარე იქიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, გავიმეორებ, რომ იცოდა მან და ყველაზე კარგად იცოდა, იმიტომ რომ გუნდით შესანიშნავი ყავს, რომ ადრე თუ გვიან და ეს ადრე თუ გვიან ნავარაუდები იყო 1 წლის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში, ანუ 26 წლის არჩევნებამდე, კონგრესის არჩევნებს გულისხმობ. აი ეს ყველაფერი გადაიყვანა მართულ კრიზისში. დაძრა ის თემები, რომელიც ადრე თუ გვიან თავისი დაიძვრებოდა და იმას მოყვებოდა ბევრად მძიმე შედეგები. მან ეს პროცესები თავად წამოიწყო და ალბათ თუ კარგად, მაგრამ სათავეში უდგას და ამ ეტაპისთვის მართავს. ბევრს გონია, რომ აი ხა ეს ტარიფები რაც ჩამოარიგა, შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ბევრს შეუმცირა, ბევრს პაუზას დაუყენა. ეხლა ლაპარაკია, რომ აი ჩინეთთან შესაძლოა უახლოს პერიოდში ესე განაცხადა, თუ შედეგებს ვერ დავდებ, დავუშვათ, დავაკორექტირებ ტარიფებს და ასე შემდეგ. პირველმა ჩათვალა ეს, რომ ტრამპმა უკან დაიხია, შეეშინდა, ეგრეთ წოდებული რაღაც რევერსი ჩართო და ასე შემდეგ. არა, ეს არ არის. ეს ადამიანი არის მორგებული მძიმე კრიტიკულ ბიზნესის მართვას. მე ხა ტრამპის ისტორიას ვერ მოვყვები, და არც არის საჭირო, მაგრამ ხშირად ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ მისი მმართველობის კომპანიები გაკოტრებულა, ანუ ბანკროტი ყოფილა, შემდეგ ყველაფერი თავიდან წამოუწყია, გაუმართავს და პოლიტიკაშიც ხა როგორი წარმატებულია, ალბათ ყველა ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მას გააჩნია თავისი სტილი. შეტევის, მერე ვითო უკან დახევის, მერე დაუშვათ ლოიალობის გამჟღავნების ზოგს შეიძლება მოიჩვენოს, რომ უდროუდროს და უადგილო ადგილას, მაგრამ ეს მისი სტილია. ასე იცხოვრა 78 წელი, ასე მართავდა მის პირად საქმეს და დაუშვათ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში რომ დაესრულებინა დაუშვათ კარგად და მიება ეს მეორე საპრეზიდენტობა და ყველა დარწმუნებულია, რომ ალბათ აი ამ მეთოდით გააგრძელებდა მართვას. ის 4 წელი პაუზა ქონდა, ალბათ გამოცდილებაც მიიღო იმ ხრივ, რომ რეალურად აწონდაწონა თუ რა გამოწვევები აქვს, რა მტრებთან აქვს საქმე და მოკლედ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. დიდი ალბათობით ყოშტოხში მე ასე მგონია, იმიტომ რომ ეს არ არის გაუთვლელი ნაბიჯები, ეს არ გავს გაუთვლელ ნაბიჯებს, ეს არ გავს რაღაც აფექტურ მოქმედებებს, ეს არის ყველაფერი გამიზნული, გათვლილი და დათვლილი დეტალებში. ეს რაც შეეხება იმას, რატო აკეთებს და რა ფორმით აკეთებს. აქ არის აზრი ისეთი, რომ ექსპერტების აზრი გაიყო, რომ ზოგი ითვლის, რომ ეს არის წმინდა წყლის ეკონომიკური ომი და უნდა რომ ამერიკა გადაარჩინოს. ნაწილი ექსპერტებისა თვლის, რომ ამას ეკონომიკასთან არაფერი კავშირი არ აქვს. პირდაპირ გაგებით, რომ ხა ირიბად ბუნებრივი ეკონომიკაზე მოქმედებს. რომ არაფერი კავშირი არ აქვს ეკონომიკასთან, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკა. ანუ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაფლული. იდეაში ხა ჩემთვის უფრო მეორე ვარიანტია მიღებული, მისაღები, რომ ეს არის პოლიტიკა.
ეკონომიკა თავისთავად მიებმება. თუ ეს პოლიტიკა თავშესაფრად კარგად წავიდა და მე შემდეგ კარგად დასრულდა, შესაბამისად ამას შლეიფად, ესე ვთქვათ, მოყვება ეკონომიკური აღმასვლა. ამ ყველაფრის თავი აი ამ სატარიფო ომების, როგორც აღმოჩნდა, იყო ჩინეთთან დაპირისპირება. სხვა იდეაში მას ნაკლებად დადარდეს, იმიტომ რომ ყველასთან პირველივე დაუშვათ რყევის მერე დააკორექტირა სატარიფო პოლიტიკა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც პირიქით ზდიდა სატარიფო ბიჯებს, ეს იყო ჩინეთი. და ელოდა თუ როდის დაურეკავდა, როდის გამოვიდოდა მასთან კავშირზე სი ძინპინი. ამ ვიდეოს ჩაწერამდე მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ სამაგიეროდ უკვე ინფორმაციები იდება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიური კავშირებია. თუმცა სახეს ორივე ინარჩუნებს, არც ჩინეთი უწვება, ასე ვთქვათ და დონალდ ტრამპიც ამბობს, რომ იგი ელის პირველ ზარს ჩინეთის ხელმძღვანელისგან. როგორც ჩანს, აქეთკენ მიდის საქმე, ხვალზეგან მაზეგ მოლაპარაკება, წინასწარი შეთანხმება რაღაცა ჩარჩოს ხელშეკრულებაზე შედგება და შემდეგ ეს ყველაფერი დაიხვეწება, იმიტომ რომ შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაგეგმილი იყო, რომ სი ძინპინი უნდა ჩამოსულიყო ვაშინგტონში. თუმცა აი ამ სიტუაციით გამომდინარე, ეხა ბუნებრივია რა ვიზიტზეა საუბარი. და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩინეთანაც დაალაგებს სიტუაციას. რა პირობებით, რა ტარიფის დატოვებს, დაუშვათ რა შესწირავს ამ ყველაფერს, ეს მხოლოდ მანიცის და მისმა გუნდმა, მისმა ადმინისტრაციამ, რომელიც ბუნებრივია არ დაიმალება, ეს ხვალზე უკვე გამოჩნდება, იმიტომ რომ აი ის ეგრეთ წოდებული მართვის პირველი 100 დღე იწურება ამ თვის ბოლოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც 30 აპრილს რაღაც შედეგს დადებს, მაგრამ სავარაუდოდ თარიღი ეს არის, დედლაინთან ახლოს არის, გადასდება ალბათ მაის პირველ რიცხვში, მაგრამ რაღაცა გაირკვევა. რაც შეეხება მეორე მომენტს, ეს მეც სხვათა შორის ველოდი, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იქნებოდა იმდენად, რომ შესაძლოა ირანზე მიეტანა იერიში, არა პირდაპირ, არამედ რაღაც პროქსი ძალებით. თუმცა ეს ბოლო 2 დღეა, აქაც ამ ტრეკზეც ირკვევა, რომ ირანთან სურს ეს კი მოლაპარაკება, ძირითადი წინაპირობები არ შესვლილა, რაც ადრე ვთქვი, ეს არის ბირთვული პროგრამის შეჩერება. ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ დონალდ ტრამპს არ ჯერავს, რომ ეს არის მშვიდობიანი ატომი, მან იცის, გონია და იცის კიდეც, რომ ირანელები ცდილობენ ატომური იარაღის შექმნას, გამომდინარე იქიდან, რომ ირანს მართლა გამოწვევები და მომავალშიც ექნება და ამერიკისთვის ეს მიუღებელია, იმიტომ რომ ამერიკელები თვლიან, რომ თანამედროვე პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს ახალი სახელმწიფო, ვისაც ექნება ატომური იარაღი. ანუ ეგრეთ წოდებული მორატორიუმის გამოცხადება სურს. რასაც ბუნებრივია არც საბჭოთა კავშირი მეთქე რას ნიშნავს პაფროიდო. არც რუსეთი ეწინააღმდეგება. ეხლა თავარი არის როგორ დაიყოლიებენ ირანს. აქ ინფორმაციაც გავცელდა ერთგვარი ესეთი პოლიტიკური ჟესტი სურდა როგორც ჩანს ტრამპს, რომ ირანელებს უთხრა, რომ ესე იგი დაეკონსერვებინათ ეს ბირთვული პროგრამა და გადაეცათ რუსებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს სურს, რომ აი ამ ესე ვთქვათ ირანთან მოლაპარაკებაში რუსეთიც იყოს ჩართული. იმიტომ რომ რუსეთს და ირანს სტრატეგიული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ერთმანეთთან და ამერიკელებმა შენვართ იციან, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი გვერდზე არ დარჩება. ადრეც ვთქვი, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიურად ჩაერევა საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ მაქსიმალურად ირანს მხარს დაუჭერს. აქ ყველაფერი აქედან გამომდინარე, ტრამპი როგორც ჩანს ირანთანაც მოილაპარაკებს.
მე არ ვიცი ირანელები რას უზავენ იმ ატომურ პროგრამას, მაგრამ როგორც ჩანს დაყვებიან ამერიკელების მოთხოვნას გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს სურს ფაქტობრივად ყველა ფინანსურ-ეკონომიკური შეზღუდვა მოუხსნას ირანს. და წარმოიდგინეთ რესურსებით სავსე ქვეყანა, როცა შეძლებს თავისუფლად ვაჭრობას თავისი ენერგომატარებლებით. ამის გულისთვის ნამდვილად ღირს ატომური იარაღზე უარის თქმა. თუმცა სამაგიეროდ ალბათ ირანი მოითხოვს ასევე გარანტიებს. თავს დაუსხმელობლის გარანტიებს. ვისგან ელის ირანი ბუნებრივი არაბული სამყაროდან ნაკლებად ეს არის ისრაელი. ისრაელთან ამერიკელებს კერძოდ დონალდ ტრამპს ცალკე ამბები აქვს ბიბისთან, ანუ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, მაგრამ ისრაელით შეზღუდულია და მშვენივრად იცის ბიბიმ, რომ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ტრამპი იქნება თუ სხვა პრეზიდენტი, ხა ომში ჩართვა და მიჯერით არავისურს. ბაიდენი საერთოდ თავს იკავებდა თუ გახსოვს და რამის პალესტინელების მხარეს გადავიდა ბოლოს და ტრამპი ისრაელს ყველანაირად კოჭს უგორებს, მაგრამ ახლა ომის დაწყება ნამდვილად არ სურს. გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატების კვლავ აყვავება. რამდენად ახლა ინდუსტრიულ აყვავებას შეძლებს, ცოტა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ სოფლიოს ყველა წამყვანი კომპანიის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ გადავიდეს, ამას დაჭირდება 10 წლეულები. და ეს ცოტა utopიურ გეგმას მაგონებს. თუმცა ამ პროცესის დაწყება ალბათ შესაძლებელია. დავუშვათ სამომავლოდ რა მესამე მეოთხე პრეზიდენტს, ესე ვთქვათ, ანდერძით რო შეხვდება, მას უკვე გაუადვილდება იმ ამერიკის მართვა, რომელიც დახვდება 20-25 წლის მერე. მაგრამ ეს ჰიპოთეტიურად. აქ ძირითადი მომენტები იყო არა ინდუსტრიის გადატანა, ინდუსტრიული ამერიკის შექმნა ხელახლა. თუმცა ბუნებრივია ლოზუნგიც არის და სურვილიც არის, მაგრამ უმეტესად ჩემი აზრით ეს იყო პოლიტიკური ბატალიები და ეს ყველაფერი, ეს მთელი ეს კამპანია, რასაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვუყურებთ, ეს იყო ჩინეთთან დაპირისპირების მიზნით გაკეთებული. და როგორც ჩანს ჩინელებს დაანახა თავისი ძალა, ჩინეთიც უდიდესი სიმძლავრი სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას ალბათ პირველობას იზიარებენ ამერიკელებთან ერთად და მაგრამ როგორც ტრამპს არ სურს ომის წამოწყება და რაღაცა უაზრობამდე აყვანა ამ სატარიფო პოლიტიკისა, რასაც მე საბოლოო ჯამში მართლა მოყვება კონფლიქტი, მსგავს ჭკუაზეა სიძინპინიც, იმიტომ რომ ჩინეთი ესე ჩინეთი აღარ არის, იქ საკმაოდ გაიზარდა ესე თქვათ სუყე ბურჟუაზიული კლასი, რომელსაც ბუნებრივია მშვიდობიანი და მდიდარი ცხოვრება უნდა და არა ომები. შესაბამისად ეს ორი სახელმწიფოს ეს ინტერესი რაღაც თანხმდრაში მოვა უახლოეს პერიოდში იმედი მაქვს და უბრალოდ ალბათ სოფლიო ბაზარს გადაინაწილებენ. ბუნებრივია აქ რუსეთი თავის სიტყვას იტყვის. და სხვათა შორის იქ ტაივანზეც ადრე თუ დავუშვათ აგრესიული რიტორიკა იყო, რომ ტაივანს არ დააჩაგრინებდნენ ჩინეთს, მსგავსი რიტორიკა ცოტა შენელდა და შესაძლოა ტაივანის პრობლემაც მოლაპარაკების თემად იქცეს. ესეც არ არის გამორიცხული. და ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ეს არის უკრაინა. არ არსებობს ამერიკასთან დაკავშირებით, მე დავუშვათ ვინმეს ვესაუბრო ან რომელიმე ექსპერტის ნაზრებს მოусმინო, რომ იქ არ იყოს უკრაინა. და მორიგჯერზე ლონდონში უნდა შემდგარიყო ასეთი უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრა და ერთი დღით ადრე მარკო რუბიო
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე განაცხადა, რომ იგი არ ჩავიდოდა ლონდონში. ამას ადეკვატურად მოყვა ევროპის შესაბამისი რანგის ლიდერების არ ჩასვლაც და მოკლედ უკრაინელები დარჩნენ ფაქტობრივად წამოყენებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს და რა იყო ეს კითხვები? რამდენად სიმართლე შეესაბამებოდა ის, რომ ტრამპს სურს რუსების დაყოლიება ყირიმის აღიარების ხარჯზე. და ამისი ბევრს არ ჯეროდა. იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ ეს რაღაც ინფორმაციული ხრიკია, ეს არის შემოგდებული თემა, მაგრამ დღეს გავრცელდა საკმაოდ დიდი ტექსტი ტრამპის მიერ გავრცელებული X-ზე, სადაც იქ ამბობს ფაქტობრივად ირიბად აღიარებს, რომ ეს თემა იყო ყირიმის თემა. და იქ ზელენსკის, ასე ვთქვათ, შენიშვნას აძლევს, რომ თუ თქვენ არ შეელევით ყირიმს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ სად იყავით აქამდე, როცა 2014 წელს ყირიმი დაკარგეთ, გავიდა 11 წელი და არაფერი ქმედითი არ გადაგიდგავთ, არანაირი ქმედითი ნაბიჯი. და ესე ვთქვათ, ეს წაუყენა პრეტენზიად ზელენსკის და იქ საკმაოდ კრიტიკულად დაასრულა და რას გულისხმობდა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ეს განწყობა ნამდვილად ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს. ეს ახლა დიპლომატიურ ენაზეა და უბრალო ენაზე რომ გადმოვთვალოთ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ტრამპი შესაძლოა მართლა გავიდეს ამ კონფლიქტის მოგვარების ტრეკიდან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე მოხდა, მაგალითად ტრამპი ხშირად ამბობს, რომ ეს მისი ომი არ არის, მე ამასთან დაკავშირებით ვიდეოც კი ჩავწერე, მე მგონი წინა იყო და ამბობს, რომ ეს ბაიდენის ომია. და რაც შეეხება ყირიმს, ყირიმის თემა დაუკავშირა ბარაკ ობამას. და ესე ვთქვათ, შეახსენა ზელენსკის, რომ ეს როცა თქვენ ყირიმი დაკარგეთ მიმართა უკრაინელებს და ვლადიმერ ზელენსკის, მაშინ იყო ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი და მოკლედ როცა ამბობს, რომ უკრაინის ომი ეს ბაიდენის პრობლემაა, ეხლა ამბობს, რომ ყირიმის დაკარგვა ეს ობამას პრობლემაა. და სად იყავით ან ერთის დაკარგვის დროს, ან მეორე ომის წამოწყებისას. ფაქტობრივად ცდილობს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოიხსნას და გადააბაროს ბაიდენს და ეხლა გადაწვა ობამასაც კი. არ და შეგახსენებთ, ეს 2014 წლის ამბავია. მოკლედ ზელენსკი იყო რაღაც მოლოდინში, უნდა გარკვეულიყო მართლა რა წიანდადებით ჩადიოდა ამერიკის დელეგაცია, ანუ რა მესიჯი მიქონდა მარკო რუბიოს ტრამპისგან, მაგრამ ამერიკელები ფაქტობრივად არ ჩავიდნენ. და ეხლა ყველა ელოდება თუ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. მით უმეტეს მარკო რუბიოს განცხადების მერე, რომ ჩვენ დავტოვებთ მოლაპარაკებებს. და ეს ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო ალბათ არა მარტო ზელენსკისთვის, არამედ მთელი უკრაინელი ხალხისთვის. და მე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რა შარს ავსდით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავიმებოდით ომში და 2008 წლის კონფლიქტი ალბათ მონაგონი იქნებოდა, დამთავრდებოდა ბევრად უფრო მოკლე პერიოდში და ბევრად უფრო მძიმედ. და როგორც ირკვევა, ჩვენი პატრონი თურმე არავინ არ იქნებოდა, იმიტომ რომ შუაგულ ევროპაში ყოფ 50 მილიონიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოს, უკრაინას ვერ შველიან ვერც ამერიკელები და ვერც კოლექტიური ევროპა და ხო წარმოგიდგენიათ ჩვენ რა დღეს ჩავარდებოდით. ასეა ეს ამბავი სამწუხაროდ და ზელენსკი და მისი ხელისუფლება თავის გზას ალბათ მაინც იპოვის, მე მეწოდება უკრაინელი ხალხი და ზოგადად უკრაინული სახელმწიფო, რომელიც
თუ ზელენსკი დაუშვათ ან ზელენსკის ხელისუფლებამ არ მონახა გზები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან, კერძო დონალდ ტრამპთან, შესაძლოა უკრაინის დაშლა გაგრძელდეს. სხვათა შორის ასეც დაემუქრა. ტრამპი იქ ვადაც კი მოიყვანა, რომ დარჩით იომეთ და 3 წელიწადში უკრაინა აღარ იქნება. რატომ მოიყვანა 3 წელიწადი? ეს ისეთი მომენტია, კიდევ 3 წელი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ თებერვალში ხო 3 წელი გავიდა, რაც ეს ომი მიმდინარეობს. მოკლედ, ასეთი ამბებია. და აქ უკრაინული მხარე იმდენად ცუდ ვითარებაში ჩავარდა, რომ როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში პასუხისგებელი პირის შეცვლა. მე არ ვამბობ, რომ ზელენსკი დაუშვათ ვინმე ჩაანაცვლოს, იმიტომ რომ არჩევნები გადაიდო შემოდგომისთვის, ზელენსკიმ გაახანგწლივა საგანგებო ვითარება სახელმწიფოში. მე უბრალოდ გულისხმობ, რომ შეიძლება მომლაპარაკებელი პირი, უკვე პასუხისგებელი პირი წამოიწიოს ვინმე სხვა. რახან არჩევნები გადაიდო და ლეგიტიმურად უკრაინას ახალი პრეზიდენტი შემოდგომამდე არ ეყოლება, აქ ორი მომენტია რა, ან ზელენსკი შეიძლება დაუშვათ დროზე ადრე გადადგეს, ან რაღაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელი გახდეს მის მიერ ქვეყნის მართვა და ასე შემდეგ და აი ვინმე მაგალითად ერმაკის ტიპის პოლიტიკოს წამოიწიოს წინ და შემდეგ აი იმან დაუშვათ დაასრულოს ეს ყველაფერი. მე თან წარმომიდგენია ხა ზელენსკისთვის რამდენად მძიმეა იმის აღიარება და იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა, სადაც უნდა აღიაროს, რომ ყირიმზე მას პრეტენზია არ აქვს და იმ მოთხოლკზე იქნება რაღაცა მორატორიუმი, ანუ გაიყინება კონფლიქტის ზონა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 4 ოლქი ბუნებრივია დარჩება რუსეთს, იმიტომ რომ კონფლიქტები, რომელიც გაიყინა საბოლოო ჯამში, მაგალითად აი კორეის მაგალითი, იქ ომი რეალურად არ დასრულებულა ეს კორეის ცნობილი ომის შემდეგ, იგი ითვლება, რომ ეს გაყინულია ეს კონფლიქტი. ეხლა ეს ზელენსკიმ წყინავლად იცის და არ უნდა იყოს ის პოლიტიკური ფიგურა, ის პრეზიდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთადერთი პრეზიდენტი ესე გამოვა, რომელმაც დაუშვათ კაპიტულაციას ხელი მოაწერა და დაუშვათ ყირიმის დათმობაზე თანხმობა განაცხადა. იმ მოთხოვნებზე არა დაუშვათ ის გაიყინება და საომალოდ ესტაფეტასავით გადაეცემა ახალ ხელისუფლებას, მაგრამ აი ყირიმია მთავარი. და ბუნებრივია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ სურს. და აქ არსებობს მეორე ვარიანტი, რომ არ დაეთანხმა ზელენსკი, არც არავინ გამოჩნდა უკრაინის მხრიდან, ვინც ამ პასუხისგებლობას აიღებს და ამ საბუთს ხელს მოაწერს და მოკლედ ჩაიშალა ყველაფერი და ამერიკელებმა მართლა დატოვეს მოლაპარაკების ტრეკი. აი მერე რა ხდება? აქ ერთადერთი გამოსავალია, ვინც ახლა ფაქტობრივად ზელენსკის უკიჟინებს უკრიდან, ეს არის ლონდონ სიტი და მის გარშემო გაერთიანებული კოლექტიური ევროპა. რამდენს გაკაჩავს ეს ევროპა, აღნიშნული ევროპა? როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პლუს-მინუს 1 წელს. მაგრამ 1 წლის მერე რა იქნება, არავინ იცის. თუ 1 წლის მერე ფრონტი აესე ყიფე ჩამოიშალა, მაშინ გამოდის, რომ უკრაინის სახელმწიფოს მართლა ემუქრება გაქრობა. იმიტომ გამომდინარე იქიდან, რომ რუსები უკვე მხოლოდ დნეპრზე აღარ გაჩერდებიან და უკვე როცა დაშლის პროცესი დაიწყება, როგორც გითხარით, უნგრეთს პრეტენზია აქვს, პოლონეთს პრეტენზია აქვს, სლოვაკეთს პრეტენზია აქვს და ასე შემდეგ, რუმინეთს. და მოკლედ ეს იქნება უკრაინის დაშლის პროცესი, რომელიც იქნება გარდაუვალი. აი ეს ორი ვარიანტი დარჩა უკრაინელებს. და სამწუხაროდ საჭადრაკო ტერმინია ცუცვანგი, ანუ ყოველი შემდეგი ნაბიჯი, საჭადრაკო ნაბიჯი, რომელიც ყველა ვარიანტში ნიშნავს
უარეს და უფრო უარეს. აი რაღაც ამ ვითარებაში ჩავარდნენ უკრაინელები. აქ შეიძლება ბევრი ითქვას, რომ შესაძლოა აქამდე არ მისულიყვნენ, იქ სტამბულში ის ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერათ, იმიტომ რომ ბორის ჯონსონი აღარავის გაახსენდება და ხო ხედავთ არც არავის ახსოვს. ზელენსკი კიდე კვლავ პრეზიდენტია და ზელენსკის მოეთხოვება ის პასუხი. მანამდე იყო ტრამპმა პრეტენზია წაუყენა, რომ საერთოდ ამ ომში რატო ჩაერთეთ, როცა შეიძლება და ამის ყველაფრის მშვიდობიანი მოგვარება და მართლა იყო ამის მოგვარების გზები, როცა დონეცკისა და ლუგანსკის ავტონომიურობის ხარისხი უნდა გაიზარდათ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან იქ რუსები ცხოვრობენ, რუსულენოვანი მოსახლეობა და რუსულენოვანი უკრაინელები კი არა, რუსები ცხოვრობენ და იქ სახელმწიფოენ უნდა დაეტოვებინა რუსული და ასე შემდეგ და ეს არ იყო რთული გადასაწყვეტი და ყოველ შემთხვევაში ინტეგრირებული იქნებოდა უკრაინის სახელმწიფოში და რაც ლუგანსკში და დონეცკში დოლათი იქნება, ის წავიდოდა უკრაინის ბიუჯეტში. და ამით იხერებდა როგორც უკრაინელები და რუსებსაც იქ ინტერესები ჰქონდათ. იყო მოკლედ ეს შანსი. ერთიც გაშვებული იქნა და სტამბოლის ხელშეკრულებაც გაშვებული იქნა და როგორც ირკვევა, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში ამ ყველაფრის ინიციატორები იყვნენ ბრიტანელები, ლონდონი. და ეხლაც უკვე აღარც იმალება ფაქტობრივად, პირდაპირ დირექტივებს იღებს დიდი ბრიტანეთიდან, ლონდონ სიტიდან. კიდევ ერთხელ ამბობ, სადამდე მივა ეს ყველაფერი, არავინ იცის. თუ ამერიკელები გავიდნენ, ალბათ უკრაინას დარჩება წელიწად ნახევარი მაქსიმუმ. მერე უკვე ევროპა უბრალოდ ვეღარ დაეხმარება, იმიტომ რომ რესურსი აღარ აქვს. მოკლედ ესე არის ეს ამბავი. აქვე ვიტყვი, მოკლედ ვიტყვი, რომ წინა ვიდეო ჩავწერე საქართველოს დროებითი საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით და იქ ცოტა თან კონკრეტიკა მინდოდა, თან კონკრეტიკას გაურვოდი, გამომდინარე იქიდან დიდი ხანი საქართველოში არ ვარ და მორალურად ცოტა ძნელია ილაპარაკო იმ სიტუაციაზე, რაც საქართველოში ხდება და ამ დროს დიდი ხანია, როცა ამ ქვეყანაში არ ხარ. მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე. ზოგ შეიძლება არ მოეწონოს, გაწელილი მოეჩვენოს, ზოგ შეიძლება კონკრეტიკა დააგდეს, რომ რატო არ ამბობს ან გვარს, ან სახელს, ან ასე შემდეგ, მაგრამ მომიტევეთ, იმიტომ რომ საქართველოს თემებზე ძალიან ჭირს საუბარი და მით უმეტეს საპარლამენტო კომისიაზე არა და არ შეიძლებოდა რომ არ მეთქვა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეს არის ისტორია და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესე ვთქვათ რეტროსპექტივა ხდება იმ კომისიაზე. და ბუნებრივია ამაზე მე ადრე თუ გვიან რეაქცია უნდა მიმეცა და ჩავწერე ეს ვიდეო და ამიტომ ვისაც პრეტენზია გექნებათ ამ წინა ვიდეოზე, ამ საპარლამენტო კომისიის მუშაობას რასაც ეხება, მაპატიეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად მინდოდა რომ ყოფილიყო კორექტული. რამდენად გამომივიდა ეგ მეორე საკითხია, მაგრამ მე ვეცადე. დიდი მადლობა ვინც მისმინეთ, კარგად ბრძანდებოდით, ვიდეო დიდი გამოვიდა, მაგრამ გაგავთხილეთ, ჩაიყავა და ბოლოსაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ Facebook-ზე დაიდება ორიგინალი ვიდეო და იქვე იქნება ლინკი YouTube-დან. ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ, გადადით YouTube გვერდზე და იქიდან მე უკვე გამოიწერეთ ჩემი არხი, იქვე მოიწონეთ და გაავრცელეთ თქვენს ახლობლებში. ამით მე დამეხმარებით. დიდი მადლობა.